ვარ სანდრო ჟიაზე 12 წლის სწავლობ მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთი. უკვე წელიწად ნახევარია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. იქამდე თამაშობდი დინამო ბათუმში 1 წელი და გადმოვედი ვესტ ჯორჯიაში. აქ დახვდა უკეთესი წვრთნელები და უკეთესი სიტუაცია. ვესტ ჯორჯიაში ჩემი წვრთნელია ოკო თევდორაძე. ის არის მეგობრული, ხერხემალი და თავის საქმის პროფესიონალი. და რაც თავარია უყვარს ბავშვები და ფეხბურთი. მე ვთამაშობ მაჩვენებლის პოზიციას. ადრე თამაშობდი მარცხნივში დევაში და ღაშევიცვალე პოზიცია. ეს იყო წვრთნელის გადაწყვეტილება და მეც მოვეწონა. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა პასების განაწილება. მე უკვე მქონდა 3 სიჯიბრე. ყველაზე მეტ მოვეწონა მატჩი პორტოსთან, რომელიც მოვიგეთ 5-0. მაგ თამაში გავაკეთე 1 ასისტი და დაცვაში ვიყავი საიმედო. მგონია რომ გუნდში ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო და ჩემი საყვარელი გუნდია მანჩესტერ იუნაიტედი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშობდი 4 ნომრით. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო დაშებაა ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს თავით თამაში. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმოვიდგენია. ჯერ თამაშს დავიწყებ ვესტ ჯორჯიაში, მერე გადავალ დინამო ბათუმში და მერე მანჩესტერ იუნაიტედში. მე ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 35 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები წვრთნელი. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემი საყვარელი საგანია გეოგრაფია. საყვარელი მასწავლებელია თამარ მესხიძე. იმიტომ რომ ხიარულია, მეგობრულია და კარგად ხსნის გაკვეთილებს. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი კალათბურთელი. უფრო პატარა ვიყავი, მინდოდა სპაიდერმენობა. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი 2 ძმა. კიდევ მინდოდა ყავდეს ერთი პატარა და. ამიკო არის ვაჟკაცი, შრომის მოყვარე და მეგობრული. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და შრომის მოყვარე. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული სოუსი. ჩემი ცოლი ყველას გიბნევს გააკეთებს ბორშს. ცოლს რომ მოიყვან მიქნები 25 წლის. შვილებს დავარქვე ნიკოლას და სოფუს. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი ვისწავლე. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. ყველაზე ხშირად ვხატავ ბათუმს. მე ვაგროვებ ნახატებს და სახლში მაქვს კარგი 12 ნახატი. ვიდეო ვაგროვებ, მინდა გავყიდო. თითო ნახატი ეღირება 15 ლარი. მეორე ფული მქონდეს გაჭირებულებს დავეხმარებოდი. პირველ რიგში დავეხმარებოდი მოხუცებს. პირადად ჩემთვის ვიყიდი მანქანების კოლექციას. 22 წელს გავხდები ვიყიდი ნაიჯისფერ სუპრას. დიდი ალბათობით ამ მანქანით მოვიყვან ცოლს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავედი ამერიკაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. მისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი დიდასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვა. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პერსონალური კომპიუტერი. ბედნიერება არის ბევრი გულშემატკივრის ყოლა და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.